ეთერში ვართ, გამარჯობათ, პატივცემულებო, ჩვენო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. გფარავდეთ უფალი. დღეს თქვენს წინაშე ვიქნებით გეგა ხვედელიძე და მე ბექა თაუბერი კაპანაძე. გვექნება ორი ფორმატი, ორი საათი, ასე რომ ვთქვათ. პირველი გადაცემის შემდეგ იქნება მცირე ჭრა და მეორე გადაცემასაც ჩვენი თხოვნა იქნება რომ არანაკლებ საინტერესო იქნება გპირდებით და ადევნეთ თვალყური რამე თუ მეორე გადაცემაში მით უფრო თქვენი ზარებით შემოვა და ჩვენ გავაგრძელებთ იმ რეჟიმს, რასაც ჩვენი აზრთა გაცვლა ქვია, ჩვენი მუსაიფი ქვია და იმ გულის ტკივილის აღნიშვნა და საერთო გამოსავალის ძებნა, თქვენი აზრის მოსმენა. სხვათა შორის მინდა ესეთი რამ გავიხსენო, ბევრია გასახსენებელი. ილია მართალი ბრძანები და ილია ჭავჭავაძე, რომ ქვეყნის გრევა და პირქვე დაცემა მაშინ იწყება, როცა ერი თავის ისტორიას ივიწყებსო. მეგობრებო, კი ბევრს უთქვამს, რომ ისტორია არაა ზუსტი მეცნიერებაა. მოდით გავანებოთ თავი ახლა 1120 წლის 20 თებერვალს თუ მოხდა და ვინმემ 1120 წლის 22 თებერვალს თქვა, ან 20 მარტს თქვა სიტყვაზე რაღაც ფაქტის შესახებ. აქ ისტორიის სულზე, მის შიგთავსზე, მის გაკვეთილზეა მსჯელობა. რეალურად ისტორიის ცოდნა და ილია მართალის ასე თქვა ეს შეგონება და ვერდიქტიც მე ვიტყოდი, რა თქმა უნდა, იმდენად სამართლიანი და პირუთვნელია, რომ რაც რის შემდეგაც მან მე ბედნიერი ერიც დაწერა და რა არ დაწერა და რა არ ასე თქვა მოგმადლა, რომ განათლებაა ისტორიაც. გნებავთ ჰუმანიტარულ, გნებავთ ტექნიკურ საკითხში. ჩვენი დიდი კორიფე მეცნიერების მიერ ნაკვლევი, მათი სადისერტაციო თემები, აი ისეთი თემები მართლა რომ აი მსოფლიოს რომ აზანზარებდნენ და რეალურად რამდენი აკადემიის წევრ კორესპონდენტები ბრძანდებიან ჩვენი სამეცნიერო დიდი კორიფეები, მეცნიერთა დიდი კორიფეები, ხო? იმ მეცნიერმა დღეს რომ გამოიკვლია, ბატონებო, ხვალ უკვე დღევანდელი დღე წარსულია და ისტორიაა. ამ კუთხითაც შევხედოთ ნებისმიერ რამეს, წარსულის ხაზის ხაზით გადახაზვა და მხოლოდ სწორება გაუაზრებლად მომავლისკენ, როცა წარსულს მოშორებულ უფუნდამენტო აწმყოზე იმყოფება ინდივიდი თუ მთლიანად ერი მით უმეტეს საშინელება, რა თქმა უნდა, არავით არის რომელ კეთილნაყოფსია საუბარი. აი სწორედ ისე მართება, რაც ილია მართალმა ბრძანა. ეს შესავლად, რა თქმა უნდა, მაგრამ განათლების გეგმაზომიერი ნგრევა, რომ დიდი ხანია დაწყებულია საქართველოში, ეს ძალიან კარგად ვიცით ჩვენ და სახეზია. სააკაშვილმაც დაარტყა, ვიცით, გვახსოვს გეგა, რომ მოვიდა, არ დაუგვიანია განათლების სისტემას, გვახსოვს უნივერსიტეტთან მიმდინარე პერიპეტიები, შიგნით თვითონ. და სწორად აღნიშნეთ, ეხლა საუბრობდით, რომ მადედან დაიწყო სწორად ის უკმაყოფილების ტალღა, რა ტალღაც შემდეგ გაიზარდა, რადგან წინა რეჟიმის სტუდენტური პროტესტი, რა თქმა უნდა, მადაც ჭამაში მოდიოდა და რეალურად მათაც არ ქონდათ ასე ვთქვათ, აზღუდი, შეიძლება ითქვა, ზღუდე და რაღაც ერთგვარი მუხრუჭი. უნივერსიტეტის თვითმმართველობის საკითხიდან დაიწყო სტუდენტური პროტესტები წინა რეჟიმის. კარგად გვახსოვს და ასევე იცით არანაკლებ და უფრო მეტიც თვითონ ივანიშვილის ხელისუფლებამაც იგივე გააკეთა და უფრო მასშტაბურად გააკეთა, მინდა გითხრათ. მასშტაბურად დაარტყა განათლების სისტემას, მეგობრებო. ეს მეთოდურად განახორციელეს, ვაი ამ მეთოდიკას, მაგრამ მეთოდები გააჩნია ბოროტებას თავისთავად, რომელიც მძვინვარებს დედამიწაზე. აი ეს მეთოდები, რა ვიცი, თუნდაც ეკონომიკური კუთხით ავიღოთ, მეგობრებო, ეკონომიკური კოლაფსი მთელი საზოგადოება რომ ჩავარდნილია, აი ამ ასე ვთქვათ, დიდ გასაჭირში და სიდუხჭირეში და მთელი ქვეყანა
ესეც რეალურად განათლებას ურტყამს. გადინება მიგრაციული ქაოსი, ახალგაზრდების გადინება საქართველოსთან, რომლებიც აქ სწორედაც იმ ნაკვალევში უნდა ბრძანდებოდნენ, რომელ ნაკვალევშიც მე წეხან შესავალ სიტყვაში აქედან დავიწყე, ჩვენი კორიფეები იდგნენ, იცით? ბატონი დავითი ბრძანებდა, რომ 1000 კაცზე 10-12 მეცნიერი მოდის საერთოდ წამყვან განვითარებულ ქვეყნებში და იაპონიას ამ კუთხით ვერავინ დაეწევაო. ჭეშმარიტად, ნამდვილად ესია. და არა მხოლოდ იაპონიას, არიან კიდევ რიგი ქვეყნებისა, რომლებიც მეცნიერებას და განათლებას კი არ ანადგურებენ პირიქით. არა მხოლოდ ჰუმანიტარული ხაზით, კაცო, ტექნოლოგიურად ამ ტექნოკრატიულ ქვეყანაში და მსოფლიოში, ხანაში, რა თქმა უნდა, ანვითარებენ, თავიანთ ინოვაციებს ქმნიან და ქვეყნის ინტერესს არგებენ, რომ ქვეყანა განვითარდეს და მართლაც მომავალი მათი, როგორც ჩვენთვის არის ბურუსმოსილი, მათთვისაც ასე არ იყოს. ასევე მსურს კიდევ მეთოდებზე მაქვს საუბარი, ჩემო გეგა, რომ სწავლის არაპოპულარიზაცია მოხდა. სწავლის არაპოპულარიზაცია, არა რეკლამირება და მის ალტერნატივად, სწავლის ალტერნატივად 1000 გარყვნილების კლუბების დაარსება თბილისში. 1000 სათამაშო კაზინოებისა და ასე შემდეგ. მოწყვლადი რომ გახდა და რა თქმა უნდა, ასევე დიდი დამოკლეს მახვილი მათ კისრებზე ნარკოტიკების ეს მავნე შხამის შემოდინება და დაფარვა მთლიანად საქართველოში, რადგან ბევრი ახალგაზრდა დასმას ნარკოტიკებზე ამათმა უგუნურმა და გამყიდველურმა პოლიტიკამ შეუწყო ხელი. ხომ ეთანხმები. ასევე ახალგაზრდებზე საუბრობთ ჩვენ ძირითადად, რომლებზედაც დგას სახელმწიფო და უნდა იდგეს და მათი განათლების განვითარების ვექტორი უნდა იყოს ყველა ჩვენთაგანის საზრუნავი. ან თუნდაც ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. მაპატიეთ, მაგრამ ეს ხომ სრული იდიოტიზმია, რაც აი მათ ინოვაციას ეკუთვნის. და სულ ეხლა ხანს ტექნიკური უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რაღაც ფსევდო გაერთიანებაზე საუბრობენ, ეს თვითონ უდიპლომო და განათლებისგან შორს მდგარი ადამიანები. ტექნიკური უნივერსიტეტი, ბატონებო, შეგახსენებთ, ძალიან კარგად ვიცით და იცით, რომ იყო და არის სამჭედლო ჩვენი მეცნიერებისა. რომ არა ტექნიკური უნივერსიტეტის სამჭედლო გამოვლილ მეცნიერების არსებობა და მათი მოღვაწეობა საქართველოში ჩვენ დაწყებული კაშხლიდან თუ დამთავრებული ნებისმიერი ასე ვთქვათ იმ სტრუქტურიდან და ქვეყნისთვის გამოსადა ასე ვთქვათ განვითარებისთვის და ხელშეწყობისთვის მოტანილი შედეგების ასე ვთქვათ შედეგების ინიციატორები რომ ბრძანდებოდნენ, რომ არა ეს შედეგები ჩვენ თავისთავად ამ დონეზე დღეს როგორც ავართ, ხო? ამ დონეზეც ვერ ვიქნებოდით და აი მადლობას ასე უხდის ოფიციოზი აი ამ დიდ კორიფეებს. ჩვენ გიხდით მადლობას, ბატონებო. ჩვენ გიხდით მადლობას, რამე თუ ფასი ვიცით ჩვენ ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი მოღვაწეობისა და ღვაწლისა. ჩვენ მადლობით კი არ შემოვიფარგლებით. თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა, გეგმა ზომიერათაც, გონივრულათაც და ყველანაირად სულ თანადგომას გიცხადებთ, სულ სოლიდარობას გიცხადებთ. ეს არ არის მხოლოდ რაღაც ვიწრო სეგმენტის კუთვნილების და რაღაც ექსკლუზივის საკითხი. ეს მთელს ქვეყანას, მთელს ერს ეხება, რომ არა იმ დიდ სტუდენტურ, ასე ვთქვათ, ჩემი შვილი სტუდენტია ტექნიკურ უნივერსიტეტში. სტუდენტების ბედი მათ როდის აინტერესებდათ? მათი ფილოსოფოსი ბრძანებს გაბრძანდითო, კაცო, თუ რაღაცა აქან მოგწონთო, მიბრძანდითო, ხო? ასე რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ნგრევა, განადგურება ასევე არის თქვენი აი ამ ადამიანების ინოვაცია, რაც ვფიქრობ ძალზედ წარუმატებელი იქნება, ძალზედ წარუმატებელი. ბატონებო, საერთოდ ბევრი რამის, ბევრი კურდღლის დაჭერა გსურთ ხოლმე თქვენ. ამ თემით ეხლა
მე არ ვიცი თუ ამ დონეზე ჩიხშია თქვენი ცნობიერება, თქვენი რაღაც პრევენციული სენსორები, რომ რეალურად ვერ მიხვდეთ თუ რა დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევთ საზოგადოებაში. არა მხოლოდ სტუდენტებში, საერთოდ ეს ფართო თემებს შეეხება. რადგან ის ფოჩიანი კამფეტები, რომ თქვენ რაღაც კადრებში და თქვენ არ შეგამცირებთ და თქვენ რა თქმა უნდა იარსებებთ როგორც ლექტორები თუ პროფესორები, ეს არის ასევე თვალებში ნაცრის შეყრა. რადგან ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც ასეთი, ეს დიდი მართლა პლაცდარმი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მეცნიერებისა საქართველოში, მათ უკვე როგორც სააკაშვილმა ერთ დროს მეცნიერები, ასევე მათაც ჩარეცხეს და ეს პროცესი მათ დიდი ხანია დაწყებული აქვს. მაგრამ ეს მინდა გითხრათ, რომ ღვთის შეწევნით, თანადგომით, რა თქმა უნდა, ისე არ წარიმართება, როგორც უფალს არ ესათნოება და როგორც ჩვენი ღირსეული, როგორც ჩვენი უკომპრომისო და რა თქმა უნდა, ცივილ-მშვიდობიანი ბრძოლა დაიმსახურებს ამ შეწევნას. აი სწორედაც ისე იქნება. და რაც შეეხება თემის გადაფარვას, გეგაც ეხან გეუბნებოდი, ვსაუბრობდით უფრო სწორად, რომ ძალზედ ბევრი ესეთი შხამიანი ის არის, ძალზედ ბევრი არა მხოლოდ რისკი, არამედ უკვე ხიფათის დიდად შემცველი ნაბიჯი გადაიდგა მათ საკანონმდებლო სისტემაში. ეხლა რეალურად ამ უნივერსიტეტების თემატიკაზე ერთ კვირაში უკვე კომიტეტებში წავა განხილვები. ანუ ფორს მაჟორში სურთ ძალიან სწრაფად, ალბათ რამდენი მოსმენით კაცმა არ იცის, რომ აი ეს სწორედ ესე გააკეთონ. მერე შესაძლოა ეხლა ობიექტების გაყიდვა ამათ გემოვნება ჩვენ ვიცით რა არის, ამათი პოლიტიკა ჩვენ ვიცით რა არის. რომ ობიექტების გაყიდვაც დაანონსეს, გამოდის ინფორმაციები იქიდან და რომც არ გამოვიდეს, თვითონ ხმამაღლა საუბრობენ და თემის გადატანა ბევრი რამის მიმართებაში შეიძლება. ძალიან დიდი ცუნამი და ძალიან დიდი საფრთხე ჩვენ არ დაგვიწყებია, რასაც ქვია არაბული, ასე ვთქვათ, ქალაქების მშენებლობა აქ. არავინ იფიქროს, რომ პარალელურად როცა გაპროტესტება და ისე გაპროტესტება, როგორც მის აღმატებულება ქართველ ერს, განათლებულ ქართველ ერს ეკადრება, რომ პარალელურ რეჟიმში დავიწყებული იქნება აი ეს დიდი საფრთხეები, რა საფრთხეების წინაშეც თქვენ მთელ სახელმწიფო სადღავართ, მთელს ქვეყანას აყენებთ და ასე ვთქვათ, ცდილობთ დიდ ბინძურ манипуляციებს. მე ასევე მინდა შევეხო გეგა და არ მინდა საუბარი გამიგრძელდეს დიდად და გადმოვიდეს შენთან, რომ ასევე იდიოტიზმის კიდევ ერთი ნაყოფი მაპატიეთ, რომ დღეს შესაძლოა ნაკლებად ვარ კორექტული ალბათ, თუმცა იდიოტიზმიც სამეცნიერო ტერმინია, როგორც დებილი, როგორც ინბეცილი, ხო არ ვიცი, კიდევ შეგვიძლია ხო ჩამოთვალოთ, მაგრამ ეს სრული იდიოტიზმია, რასაც ქვია თვითონ მათ ნომენკლატურებში, საგარეო ნომენკლატურებში გამოზრდილების მიერ დაანონსებული რაღაც ახალი რეგულაცია. ზოგი სოროსმა გამოჩეკა და ზოგი სად გამოიჩეკა, რომ კაცმა არ იცის. როგორ არ ვიცით, მაგრამ თვითონ ეხლა ხო დღეს ხომ მამული ენას არწმუნოება აქვთ. ეს ფარისევლურად და უნამოსოდ თუ პირზე მიკერებული. აი ეს პროექტი რა დავარქვათ ესე, რომ 8 წლის განმავლობაში აიკრძალება ადამიანს და მოღვაწეობა პარტიულად, პოლიტიკურად თუ მას გამოუძიეს, ასე ვთქვათ, სხვა ქვეყნიდან შემოდინებული თანხის, ასე ვთქვათ, გამოყენება ან დაფინანსება სხვა ქვეყნიდან. იცით, თქვენ ბატონო შუაში გაკრიფეთ. თქვენ მიუხედავად იმისა, რომ თითებს იშვერთ ამ პოლიტიკური ერთობისკენ და პატრიოტთა ალიანსისაკენ, რომ თითქოს და ფიქრობთ, რომ ხალხს აჯერებთ, მაგრამ ამაოდ ფიქრობთ, რომ თითქოს ფინანსებით აქ ამერიკიდან თუ რუსეთიდან ამას გაეცა სათანადო პასუხი, როგორც ირმასგან, ქალბატონი ირმა ინაშვილისგან, ასევე ბატონი დავითისგან და არა მხოლოდ თითოეული ჩვენთაგანაც, რომ არავით არის დაფინანსება პირიქით, თუ რაიმე რეპრესია, თუ რაიმე იგნორია, თუ მართლა შუაზე გაკრეფვა და ეს მართლაც არის
პირველ რიგში შეეხო და ეხება კვლავ აი ამ გაერთიანებას პატრიოტთა ალიანსის ქოლგის ქვეშ, ამ პატრიოტულ ერთობას. დაყადაღებული ანგარიშები და ჩამორთმეული კომისია და ასე შემდეგ აღარ მსურს კიდევ გავაგრძელო, რადგან საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ჩვენმა ერთგულმა მსმენელმა და სხვებმაც. მე მსურს როგორც გნებავთ და საიდანაც გნებავს გეგა იქიდან დაიწყე და შეეხე, მაგრამ ესეც ძალზედ ესეთი ვირტუოზული ბჭყალებში კანონია, რომ თვითონ სოროსში დაფრთიანებული ადამიანი გეუბნება, რომ რაღაც ფინანსები თუ საიდანვე მოიპოვე და იგი სოლიდურ ჯარიმებზეც არის საუბარი. იქ სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზეც არის საუბარი. და ასე შემდეგ ეხლა მათ უკანონო კანონიკას საზღვარი არ აქვს. გისმენ გეგა და ჯერ მოგესალმებით. მოგესალმებით. მშვიდობას გისურვებთ. წყალობას უფლისგან. მართლაც რომ სოროსის ფონდის მესვეული არ უნდა გვესაუბრებოდეს, გულისხმობ პატივცემულ კობახიძეს, რომ ესე იგი უცხოურ დაფინანსებებზე ზოგადად არ აქვს მორალური უფლება, ხო? მე საერთოდ ვფიქრობ, რომ ადამიანი მორალური კატეგორიებით უნდა აზროვნებდეს და პირველ რიგში მორალური ჭრილიდან უნდა საზღვრავდეს. სულიერ მორალური ზნეობრივი ჭრილიდან უნდა საუბრობდეს. უპირველეს ყოვლისა, რისგანაც ასე ერთობ დაცლილი არის ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი და ესე იგი ისტაბლიშმენტი, ხო და მე ვფიქრობ, რომ არანაირი უფლება მორალური და ზნეობრივი არ გააჩნია ირაკლი კობახიძეს, რომ ილაპარაკოს უცხოურ დაფინანსებაზე, როდესაც ეს პიროვნება სოროსის ფონდის ერთ-ერთი, ესე იგი, ბჭყალებში ღირსეული წარმომადგენელი გახლავთ საქართველოში. ხო, არანაკლებ პაპუაშვილი და სხვანი. ხო, ეს ერთი. ეხლა რაც შეეხება გპ-ის საკითხს, მე დღეს ეს ძალიან აქტუალურია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ეგრეთ წოდებული, გპ-ით ვიცნობთ, ხო, ეხლა მიღებული ტერმინია, რაღაცა არ გამოაბად კუდი ჩემს ამ ნათქვამს. ხო, მოკლედ ეს არის, მე ვფიქრობ, საქართველოს როგორც განათლებასთან ბრძოლა. ანუ განათლების სისტემა, განათლების სამინისტრო ჯერ კიდევ წინა რეჟიმიდან მოყოლებული აი კახალომაია არის ხოლმე ეს მაშინ გონებაში ამომიტივტივდება ეს განათლების მინისტრის ესე იგი უკუ სიმბოლო, ხო, ესე იგი შავი სიმბოლო, ბნელი სიმბოლო, ჩემთვის არის კახალომაია და აი კახალომაიადან მოყოლებული ეს განათლების სამინისტრო საქართველოში იქცა ქართულ ერში განათლების დაქვესკნელებისა და განათლების მოკვდინების სამინისტროდ, გაუნათლებლობის სამინისტროდ და ესე იგი აზროვნების დეგრადაციის სამინისტროდ. გაგებით რომ თელმა იმ რეფორმებმა, რაც განვლილი რეჟიმიდან მოყოლებული დღემდე ეგრეთ წოდებულმა განათლების რეფორმებმა, რაც ჩვენ სახელმწიფოში განვლო დღევანდელობამდე, აი ამ პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ნეგატიური შედეგები მოიტანა, თუ რაიმე შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ ქართველი ერის მართლაც განათლებაზე, ხო? დაწყებული იქიდან რომ ეკლესია, რომელიც წინა რეჟიმმა ხელისუფლებამ განდევნა და ახლა ძალიან უხაროდათ ქართული ოცნების პროპაგანდისტებს, რომ აი აბრუნებს მართლმადიდებელ ეკლესიას და ესე იგი რაღაცა საქართველოს საპატრიარქოსთან რომ კობახიძემ და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა დაიწყო რაღაც ვითომ რაღაცების ტრაფარეტული, ყველაფერი ზოგადად ტრაფარეტულია ქართულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ეს ტრაფარეტული დაალაგებების მომენტები და ვითომ ეკლესიას აბრუნებენ და აში და როცა მოგვიხმობს პარტიაო ეს დავდე მაშინ მე სოციალურ ქსელში ლენინის დროინდელი სიმღერა აი როდესაც ეს გულანთებული უხაროდათ პროპაგანდისტებს რომ ესე იგი აი როგორი ეროვნული და სარწმუნოებრივი ხელისუფლება გვყავს გვიბრუნებს ეკლესიას სკოლებში ხო სად არის ეკლესია სად არის ცნობი მართლმადიდებლური ცნობიერება სად არის სულიერი აზროვნება სად არის ქართულ კულტურასა და იდენტობასთან წვდომა დღეს რომ დასცინიან იმ ახალგაზრდებს იმ ბავშვებს რუსთაველზე რომ დგანან აკაცუკები რომ დაარქვეს და რაღაც ტერმინოლოგია რომ შემოიღეს მე არც ვიცი ეს ტერმინი რას ნიშნავს და არც მაქვს ინტერესი რომ ვიცოდე მაგრამ ხო უწოდებენ ამ ტერმინს აი ძალიან მაინტერესებს ეს ვისი პროდუქტია და რისი ნაყოფია ეს ახალგაზრდობა ვისი პასუხისგებლობა ვინ მიიყვანა ეს ახალგაზრდობა როდესაც შენ მე ხშირად მომყავს წმინდა თეოფანე დაყუდებულის ისა რა ქვია გამოცხადება მაგალითად რა წიგნი არის ბნელ ძალთა კრება შეგიძლია წაიკითხოთ
წმინდა თეოფანე დაყუდებული ჩაყვანილი იქნა ჯოჯოხეთში და შეესწრო ამ ხილულად დაინახა ბნელ ძალთა კრება, ანუ დაინახა სატანა, ლუციფერი, რომელიც თავის ირგვლივ შემოკრებილ დემონებს აძლევდა დავალებებს, როგორ უნდა ეხემძღვანელად ადამიანთა მოდგმის წინააღმდეგ. და იქ იყო დავალება, რომ ეშმაკებს, დემონებს უნდა განედევნათ, ბავშვები უნდა მოეწყვითათ სკოლასთან, ოჯახთან და ეკლესიასთან. და თუ ეს სამი რამ არ ხდებოდა ამ წლების განმავლობაში, თუ ეკლესიასთან არ ხდებოდა ახალგაზრდების დაპირისპირება იმ ბექამ წეღან აღნიშნა, იმ უზნეობის ნორმალიზებით, იმ ცოდვის პროპაგანდა დაკანონებით, იმ ყოველივეთი რა რეფორმებიც მიმდინარეობდა, თუ ეკლესიასთან არ დააპირისპირეს ახალგაზრდები, თუ ოჯახებთან არ დააპირისპირეს, იქიდან გამომდინარე რომ ამ ბავშვთა კოდექსებით, იუვენალური იუსტიციებითა და მთელი რეფორმებით ოჯახებს რომ ანგრევდნენ და ბავშვებს იტაცებდნენ და სოციალურ მუშაკების საჯიჯგნად რომ გადასცემდნენ ოჯახებს და თუ სკოლას არ დააპირისპირეს, როდესაც განათლება დააქვესკნელეს და მოკლეს და მართლაც ეს მთელი ეს პერიოდი ატარეს რაღაცა უსახური რეფორმები და რას აკეთებდნენ ჩვენთვის აუხსნელი არის რაღაცა მეცნიერულად არ იხსნება. აი ეს რეფორმები, რასაც მათ განათლების რეფორმა დაარქვეს, რატომ არის ეს რეფორმა და რა შედეგს იძლევა, ანუ რა ნაყოფი აქვს მას ერისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის, ერის განათლებისთვის, ერის სულიერი წინსვლისთვის, აი რა შედეგები აქვს, ამას მე მეცნიერულად ვერავინ ვერ ახსნის და თუ ვინმე შეუძლია ახსნა, მე ჩვენ მზად ვართ, ჩვენი გუნდი მზად ვართ, თითოეულთან ხო უყვართ ახლა დებატებზე ხომ გვესაუბრებიან დისპუტები ხო უყვართ აი გვესაუბრეთ აგვიხსენით რა გააკეთეთ ხო აპირისპირეთ მთელი ეს პერიოდი ეკლესიასთან ახალგაზრდობა და განდევნეთ ახალგაზრდათა ცნობიერებიდან მართლმადიდებლობა და სულიერ ეროვნული ცნობიერება დააპირისპირეთ ოჯახებთან და მოსწყვიტეთ ოჯახებს ახალგაზრდობა და ამხედრეთ ფაქტობრივად ოჯახების წინააღმდეგ თავიანთი ცოდვილი ცხოვრების პროპაგანდა აგიტაციით და დააპირისპირეთ სკოლასთან და შექმნით რაღაცა უსახური და უწოდეთ ამას განათლების რეფორმა, რომელიც არაფერში არ ჯდება, როგორც უკვე მოახსენეთ. აი ამ ყოველივეს მერე ვინც აქვს სასაუბრო იმ ბავშვებზე რომლებიც გამოდიან ქუჩაში და რაღაცებს აპროტესტებენ. მე ძალიან ბევრი რამე მართლაც რომ არ მომწონს, რასაც ვისმენ გარკვეული ამ ლიბერალურად მოაზროვნე ახალგაზრდებისგან, არსებობს წითელი ხაზები, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია იქ მყოფი გარკვეული ახალგაზრდების ცნობიერებიდან, მსოფლმხედველობიდან, ჩემთვის პირადად, ზნეობრივი, კაცური, ღირსეული თვალსაზრისით გულისხმობ ამ ეგრეთ წოდებულ ყბადაღებულ LGBT-ა თუ რაღაცა უბედურებები, რაც მოგვახვიეს და გვახვევდნენ წლების განმავლობაში, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ნაყოფია იმისა, რასაც თესავდა, ხო? როდესაც ჩვენ თესავ და მე იმკი იმ ნაყოფზე უკვე შენ ხარ პასუხისმგებელი და ეხლა შენ ამ ნაყოფს რომ ებრძვი და აკაცუკებს უძახი და გადაგვარებულ და იქ რომ გამოდის შათილიშვილი, სხვა შორის შათილიშვილი, რომელიც იძახდა რომ კათოლიციზმი რომ მიეღო პაპიზმი საქართველოს გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით, ეს შათილიშვილი ხო და არანაკლებ კიდე უარეს რაღაცებს ამბობდა ეს პიროვნება, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტია ქართული ხო, ნუ თუნდაც ეს მამათმადიდებელი ხო, როდესაც ამბობდა რომ ჩვენი ვაჟკაცი ჰომოსექსუალები ყავდა და ასე შემდეგ გულისამრევი ხა არც მინამ საზღრობებზე ლაპარაკი გულწრფელად ვიძახი მაგრამ ასეთი პიროვნებების სალაპარაკო არ არიან ეს ბავშვები და ეს ახალგაზრდები ასეთ ახალგაზრდებს ეკლესია ჭირდება ანუ სნეული უნდა განიკურნოს ეკლესიის წიაღში სულიერი თვალსაზრისით როგორც ფიზიკური კურნებისათვის ჩვენ გვჭირდება ძლიერი ჯანდაცვის სისტემა ფიზიკური სულიერი თვალსაზრისით ჩვენ გვჭირდება ძლიერი ეკლესია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული ეკლესია აი მე მინდა უბრალოდ ამას მინდა ხაზი გავუსვა წეგან მღვდელი მიქაელი იყო ღუღუნიშვილი რომლის ტაძარშიც მე სტიქაროსანი ვარ და ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი რომ მამა მიქაელის მიმართ დასმულ შეკითხვებს მცირედ შევეხო ჩემზე ნაკლებად კი არის საუბრო მას მაგრამ მეც ჩემი მხრიდან მინდა გამოვხატო ერთ მომენტზე აქცენტი როდესაც მას ურეკავენ და ეკლესია დუმს
ეს ეკლესია დუმს, ეს უკვე საზოგადოებაში დანერგილი ნარატივია, რომელიც ისევ სისტემამ დანერგა, რომ ხალხი დააპირისპიროს ეკლესიას. ეკლესია კი არ დუმს, ეკლესია ქადაგებს, პატრიარქმა იქადაგა, მაგრამ როდესაც თქვენ გინდათ კონკრეტულად საპატრიარქოსგან, ეკლესია და საპატრიარქო ჯერ ეს პირდაპირ ერთმნიშვნელოვნად ერთი არ არის, მაგრამ ცალსახად ეკლესიის ნაწილია დღეს საპატრიარქო და ზოგადად ნაწილია საპატრიარქო, მაგრამ საპატრიარქოს განცხადება ეს ქართველმა ხალხმა კარგად უნდა გააცნობიეროს. საპატრიარქოს განცხადება ნიშნავს საპატრიარქოს პირდაპირ დაპირისპირებას სახელმწიფოსთან. ნიშნავს იმას, რომ ღია ომში უნდა წავიდეს, აი ეს ამას ხალხი ვერ აცნობიერებს. ანუ ძალიან ადვილია ტელეეთერებიდან, სოციალური ქსელებიდან, მომწოდებლის პოზიციიდან, თბილისის სავარძელიდან, მოკალათებული პოზიციიდან ლაპარაკი. თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ დღეს ომის გამოცხადებაა, თუ საპატრიარქო ღიად დაიწყებს მხილებით პოზიციაში უამრავი უმხელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას ანტიდისკრიმინაციულ კანონზე ლაპარაკობდა, მთელ რიგ საკითხებზე ლაპარაკობდა, მაგრამ როდესაც დღეს ასეთი ეგზისტენციალური გაჭირვების პერიოდი გვაქვს, ასეთი კრიზისული პერიოდი გვაქვს, როდესაც დღეს ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას, დღეს ერთადერთი არბიტრი, რომელიც მშვიდობას ინარჩუნებს, არის ჩვენი ფიზიკურად დაუძლურებული, მაგრამ სულიერად ბუმბერაძი და უდიდესი ადამიანი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და ეს არ გახლავთ პირფერობა ჩვენი პატრიარქის მიმართ და არაფერი მაქვს იმ ვიღაცების წინაშე თავის საბოდიშო და სამართლებელი და უნდა გააცნობიეროთ რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რა როლსაც დღეს ტვირთულობს და აკეთებს რომ ინახავს ერის ერთობას დღეს სხვა ვერავინ ამას ვერ აკეთებს და ამას დაფასება ამას ღირსეული მიდგომა ჭირდება და როდესაც დიდი თანადგომა იქნება ერისა და ბერის ერთობა როდესაც ერის სულიერად აღდგება და როდესაც ერში იქნება მზაობა იმისა, რომ იბრძოლოს, მაშინ ეკლესიას დადგება ერთად ამ ბრძოლაში ეს აუცილებლად ასე იქნება. და ამის დრო მოვა, მე ვიცი, დიდი მამებისგან ვიცი, მოსმენილი მაქვს პირადად მათი პოზიცია, მათი აზრი და ამიტომ ვამბობ ამას მამაღლა, რომ მოვა დრო, როდესაც საქართველოში ერი და ბერის დიდი ერთობა იქნება და ერი და ბერი ერთად დაამოწმებს ქრისტეს, მაგრამ სანამ ეს ასე მოვა, ერი რაღაცით გონს უნდა მოეგოს და ერის ცნობიერება უნდა ამაღლდეს და დღეს როდესაც ეს დაშლა, გათიტოკაცება, მტრობა, ცილისწამება, ღვარძლი და შურია ძალიან ძნელია მოთხოვო საპატრიარქოს რაღაცეების კეთება ამ სრული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის სიტუაციაში და მოზომილი იყავით, როდესაც ესაუბრებით სამღვდელოებას და მართლმადიდებელ ეკლესიას. აი ეს მინდოდა მეთქვა რა. დიახ, გეგა, როგორ შეიძლება არ დაგეთანხმო ყველაფერში, რაც განაცხადე, რაც წარმოთქვი. მე მინდა საზოგადოებას მივმართო, რომ აი იმ ნაწილს კონკრეტულად, რომლებიც ან ორჭოფობს, ან სწორედაც იმ ადამიანების, ასე ვთქვათ, იდეოლოგიის მსხვერპლია, რადგან არ არის ჩახედილი საკითხში, რაზედაც ეხან გეგამ ისაუბრა, თქვენთვის სრულიად საკმარისი არ არის არაერთი მამის, ახოვანი მამის, სასულიერო პირის, აი ერთად დგომა, როცა მართლა ეროვნული საკითხების დასაცავად გამოდის ქვეყანა, ну ის ნაწილი ვინც გამოვდივართ. საკუთარ თვალში ვეძებოთ ჩვენ უპირველეს ყოვლისა დირე და პატრიარქის და ასე ვთქვათ, სასულიერო დასის თვალში ნუ დავიწყებთ ბეწვის ძებნას. შეიძლება მავარმა თქვას, რომ აი დასნეულებულია და დაუშვათ უჭირს დედა ეკლესიასაც. მეგობრებო, მრავალი განსაცდელის წინაშე მდგარა ჩვენი ქვეყანა ოდითგან. მრავალი ღრუბელი, ასე ვთქვათ, ჩვენს ცარგვალზე შეკრებილა, მუქი, შავი ღრუბელი, ასე ხატოვანად რომ ვთქვათ. მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით ისტორიულად, თუ როგორი დიდი თავდადებით, დიდი ერთსულოვნებით და წეხან რასაც ახსენებდი, ერისა და ბერის ერთობით, ანუ იმ დიდი სინერგიით, რაოდენ დიდი შედეგები, საქვეყნო და საღმრთო შედეგები მოუტანია აი ამ დიდებულ ადამიანებს და მთელს ერს საკუთარი სახელმწიფოსთვის, ამ მართლაც მადლიანი მიწაწყლისათვის. თქვენთვის არ არის საკმარისი, რომ აი იმ აქციებზე, აი იმ ასე ვთქვათ, მართლა εν რაოდენობით მამები ბრძანდებიან, როგორ ფიქრობთ, ეს მამები საპატრიარქოს დაუსყლდნენ? საპატრიარქოს პოზიციიდან ცდომილებაში არიან? უძღები და ურჩიშვილები არიან?
მეგობრებო, კურთხევას ასრულებენ უპირველეს ყოვლისა, როგორც მამა მიქაელი, ერთ-ერთი ამოღებული ხმალი მართლაც ჩვენი ქვეყნის სულიერების სადარაჯოზე ყოფი და არა მხოლოდ მამა მიქაელი, მრავლად არიან და მადლობა უფალს და მადლობა მათ, რომ ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ისე მინავლებას არ ექვემდებარება და სულ იქნება აქტიური და სულ იქნება ბრძოლის უნარიანი ის საზოგადოება, რომელიც მოусმენს მამებს, რომელიც მოусმენს დედა ეკლესიას და თითს არ გაიშვერს, იცით? ის თითის გაშვერაც საკუთარი არასრულფასოვნების, ასე ვთქვათ, ალიბია. ის თითის გაშვერაც საკუთარი ურწმუნოების ალიბია. ის თითის გაშვერა ეკლესიაში მიუსვლელობის, არა აღსარებელ მაზიარებლობის ალიბია, რაც ჩვენ საზოგადოების ნაწილს და არა მცირე ნაწილს და არა მცირე ნაწილს სამწუხაროდ და საუბედუროდ სჭირს. მე რა მინდა გეგა იცი გავიხსენო, რომ აი საერთოდ ის ფაქტი, რომ წეხან აღნიშნე აკაცუკებს და რაღაც ტერმინებს რომ იგონებენ ამ ახალგაზრდებზე. ჩვენ ისე ჯერ პირველ რიგში მოკითხვა პატიმრებს. აუცილებლად ჩვენს პატიმრებს არც ყურადღებას ვერც აქედან ვერ გადაგვატანინებთ, რომ თქვენ გყავთ უკანონო პატიმრები, ადამიანები, რომლებიც თავიანთ სამშობლოზე არიან, მხოლოდ და მხოლოდ შეყვარებულნი. დიახ, აი, სრული მნიშვნელობით ამ სიტყვისა. და აქედანაც არ წავა ყურადღება არსად. თუმცა კი ჩვენ ძირეული საკითხი, როდის იყო ქართველი კაცი რაღაც ერთ თემას ჩაებღაუჭებოდა, ნამგალიც ეჭირა ხელში და ხმალიც, საჭრეთელიც, სახარებაც და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. არ იყო ჩვენ მრავალწახნაგოვანია, ჩვენი მრავალჭირნახული ქვეყანა, ჩვენი ჭირი მრავალფეროვანია და იყო ყოველთვის და დღესაც ზალზედ გამრავლდა. დღეს მართლა ჭირიანობაა საქართველოში და არა ცალსახად ლეკიანობა. დღეს ყველა შემოსეულია და ყველა ხრავს. აგერ ადგილობრივი და შენი თანამემამული არ გზოგავს შედალოცვილო და სხვას როგორ აინტერესებს შენი წინსვლა, შენი განვითარება. და აი დავასრულებ და შემდეგ ჩემო გეგა, რომ არ მინდა ახალგაზრდებმა გაიგოს, რომ ჩვენც ტანდემში აი ამ ოფიციოზის მსგავსად გვაქვს მსგავსი შეხედულება მათ. ზუსტად ეს დავაფიქსირე. აი კონკრეტულად თუ რაღაც სტომილება და ის ურწმუნოების მონაპოვარი და ناقოფი შეინიშნება არასათნოდ თავისთავად არასათნოდ წარმოჩდება, ხო? როცა ურწმუნოების ناقოფსია საუბარი, რაც მათ ქმედებაში ხანდახან გამოიხატება ხოლმე. ესეც უდიდესი პასუხისმგებლობაა აი იმ ვაკხანალიურ და იმ არანორმალურ ხანაზე, რა ხანაც თქვენ ეს მე-14 წელია უკვე დაიყენეთ და არც წინა რეჟიმს გადაესმევა თავზე ხელი პირიქით მოსისხლე მტრად თვლით ჩვენი ქვეყნის მტერ ყველა რეჟიმს, დიახ, თუნდაც წინა რეჟიმის მეთაურობით და იმის წინაც, რა თქმა უნდა, არანაირი, ასე ვთქვათ, პირფერობა და არანაირი ალიბი მათთვის. ვინც არ აგავს კახაბერსა, ჩვენ ვერ ვიტყვით კახაბერად. აი ეს პათოსი უნდა გქონდეს ეროვნული ცნობიერების ადამიანს საქართველოში. და სურს მინდა გავაგრძელო, ჯერ გვაქვს ჩვენ კიდევ დრო, რომ ეს პიროვნებები, რომლებიც თქვენ აი რაღაც ეპითეტებით, რომელთაც ამკობთ, შესაძლოა შეცდნენ. და ეს წეხანას ვთქვით, თქვენი დიდი ბრალეულობაა ამაში. რადგან ელემენტარული გამოსწორებაც კი არინებთ იმ სიტუაციისა, რაც თუ ძირეულად არა, მართლაც ტევადად და მნიშვნელოვნად შეცვლიდა ჩვენს სოციალურ, კულტურულ სიტუაციას და განათლების სფეროს მეტადრე. მაგრამ მინდა იცოდეთ მათ არა წყენად. პირიქით, ჩვენ მათ არ შევაქებთ არ შესაქმებზე, როგორც შვილებს. გნებავთ მამათა და შვილთა ბრძოლა დაარქვან. ზოგიერთმა შეიძლება არც იცის მამათა და შვილთა ბრძოლა რა კონტექსტშია გამოსაყენებელი, მაგრამ დავანებოთ ამას თავი. მინდა იცოდნენ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ლოცულობთ მათთვის, არამედ სოლიდარობას უცხადებთ.
აი იმ ეროვნული პოზიციის გაჟღერების, ასე ვთქვათ, წილ და გაჟღერებაში რა ეროვნული პოზიციაც ცალსახად არის ქრისტიანული. ცალსახად არის, რა თქმა უნდა, საქვეყნო. ეროვნული როდის იყო ეწინააღმდეგებოდა საღმრთოს. ასე რომ საკუთარ თავს დააბრალეთ მრავალი რამ და თიც ნუ გაიშვერთ იმ ახალგაზრდებზე, რომელთა მცირე ნაწილი არის შესაძლოა და მართლაც არის, ასე ვთქვათ, ჩვენს ტრადიციულ გზებს აცდენილი, ქრისტიანულ გზას აცდენილი და შეიძლება პათოლოგიური ცხოვრების რეჟიმიც ჰქონდეს. ასეთები მუდმივად იყვნენ საქართველოში და ღმერთმა მაგათაც უშველოს და მოიყვანოს გონებაზე და საღაზრზე. და მინდა ასევე მსოფლიოს თემატიკა რამოდენიმე ქვეყანამ 24 ქვეყანამ თუ 26-მა, ნუ ჩავთვალოთ ევროკავშირმა რა, ასე გამოდის, მიმართა EUTOS, რომ 90-ში თუ 91-ში მათ დაარქვეს მოსკოვის მექანიზმი, როცა კონკრეტულად ის ნაბიჯები გადადგეს, რაც გადადგეს, რა თქმა უნდა, რუსეთის მიმართებაში, ხო? გამოძიება რომ დაიწყო, მაგრამ ეს იცით რა სითვალისწინებს? მიმართეს თხოვნით, რომ არავითარი, ასე ვთქვათ, ანუ საქართველოს ეგრეთ წოდებული მთავრობის ოფიციოზის გვერდის ავლით უნდა წავიდეს პროცესი, აი დიდი ძიებისა, გამოძიებისა, რაც ყველა მიმართულებით გაიშლება. ეს ეხება თავისუფალი აზრის გამოთქმის აკრძალვას, საერთოდ დემოკრატიზაციის დასამარებას, იქ მერე გარკვეულწილად მოწამვლას ადამიანებისა და ასე შემდეგ. აი ასეთ პლაცდარმად გვაქცია ჩვენ ასეთ ამ ხელისუფლებამ. ასეთ სამარცხვინო ყოფაში ჩაგვაგდო, რომ დიდი სტეპის წარმომადგენლები, რომლებიც მართლა ნაწილი ლეღვაფარებულნი დარბოდნენ, აღმა და წაღმა თუ უკუღმა და როცა ჩვენ დიაოხა კოლხასთა დაბლობით ჩქებდა განათლებით და მართლა ფერად მეტალურგიას ვაწარმოებდით, როცა ქვეყნები არ არსებობდა, ჭკუა უნდა დაგვარიგონ თურმე და აქ უნდა გამოიძიონ, რომ თქვენ ქართველო ერო ვერ მოიქეცით სწორად, ვერ აირჩიეთ, თავზე დაისვით, თუ გაგიყალბეს თავზე დაისვით ამდენი ხანი და ეხლა ჩვენ ვიმოქმედებთ, ეს სამარცხვინო არ არის, ეს გასახარებელია, ნუ თუ, მაგრამ ამ პროცესის წინაშე დადექით, თქვენ უბადრუკებო, ასე მოგმართავთ. ასე რომ ჩვენ გამონახოთ ზალა, სხვა გზა არ არის. ჩვენ 6-5 წუთი დაგვჭა ეს დაახლოებით. დიახ, საზოგადოებამ უნდა ვიპოვოთ ერთმანეთთან ხიდები, ანუ ჩვენ ხიდების მტრევაში ვიყავით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რეალურად საზოგადოება და პოლიტიკა მიმდინარეობდა ურთიერთდაპირისპირებაში, ზურგში დანის ჩარტყმაში, ცილის წამებაში, ანუ კონკურენტის გზიდან ჩამოცილება დღევანდლამდე საქართველოში ნებისმიერ პოლიტიკურ ფლანგზე მიდიოდა ერთი მთავარი ამოცანა, რომ ჩემს გარშემო ყველა გავკრიფო, ყველა დავასამარო, ყველას მარგინალიზაცია მოვახდინო, ყველას წინაშე, ყველას ფონზე მეწარმოვჩინდე საუკეთესოდ და ამითი დავანახო საზოგადოებას, რომ აი მე უნდა ამირჩიო, აი ესეთი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, საკუთარი სამშობლოს მიმართ, საკუთარი ერის მიმართ, ეს არის იმდენად მზაკვრული, იმდენად, ესე იგი, ჟარგონზე ხამასა ვიწოდება ძიშოვი და კიდევ ბევრნაირი ეპითეტი შეიძლება ქონდეს აი ესეთ ფორმებს და ურთიერთობებს, ხო, სლენგით, მაგრამ ზოგადად მთლიანობაში, ანუ აი ამ ყველაფერს ერთი მთავარი მინუსი აქვს, თუ შეიძლება ყველაზე მსუბუქად რო ვთქვათ. ასეთ მოქმედებებს არ აქვს საფრთხო შეწევნა. ანუ ზეც არ ეხმარება ასეთ ამაო შრომას, ეს გავს სიზიფეს მითოლოგიური სიზიფეს შრომას, როდესაც იმას ლოდი დააქვს ზემოთ ქვემოთ, აიტანს, ჩამოგორდება აიტანს და ეს გრძელდება უსასრულოდ, ხო, წაიკითხეთ ვინც არიცით მითი სიზიფეს შესახებ, ბერძნული მითია. ხო, აი ამ მითოლოგიური სიზიფეს უნდა ყოფო შრომას რომ არ დაემგვანოს ჩვენი საზოგადოებრივი პოლიტიკური ყოფა, ამისათვის საჭიროა საერთო იდეის გარშემო ურთიერთ თანადგომით მიზან დასახვა, ერთობლივი ბრძოლის დაწყება და
დიდი საერთო სახალხო ეროვნული ფრონტის გაშლა და მოძრაობა იმისთვის, რომ დავიბრუნოთ საქართველოს. ის კი არა რომ რუსული რეჟიმი არ გვინდა და რაღაცა ისინი, ხო აქ ისინი ლოზუნგები. ასეთი ლოზუნგებიც ეს ყველაფერი პოპულიზმია. დღეს არის ერთადერთი, ასე ვთქვათ, ეგზისტენციალური ამოცანა ქართველი ერის წინაშე. ქართველმა ერმა უნდა დაიბრუნოს საქართველოს. ანუ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი სახელმწიფო. ჩვენ უნდა გავხდეთ ჩვენი თავის უფლები. ანუ ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ის ნამდვილი დემოკრატია, რომ ავაშეროთ ისეთი ქართული სახელმწიფო, ეს ყანწი კი არ მიჭირავს ახლა მე და იმის სადღეგრძელოთი კი არ მოგმართავთ. ანუ ამისი პრაგმატული და პრაქტიკული გამოვლინებები ურთიერთ თანადგომითა და ურთიერთ ხიდების აგების პროცესში პოლიტიკურ საზოგადოებრივ ასპარეზზე ჩვენ უნდა შევძლოთ და განვახორციელოთ, რომ დავსახოთ საერთო მოქმედების გეგმა, სტრატეგია, ამ სტრატეგიასა და გეგმაში მოვახდინოთ დიდი გაერთიანება, რაღაცნაირად ეს უნდა შევძლოთ, თორემ აუცილებლად დადგება ჩვენი ყოფნა არ ყოფნის დილემა და ეს დასრულდება დიდი კრახითა და ფიასკოთი მთელი საქართველოს. არა, დილემის წინაშე ვარ. უკვე ვართ. ეხლა უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. ეს გამოსავალი არის ჩვენს დიდ ერთობაში. ამაში უნდა ვიპოვოთ ყველამ ძალა და გადავაბიჯოთ ჩვენ საკუთარ თავს უპირველეს ყოვლისა. და რამ სურს კიდევ დავამატო, ჩვენ გვექნება მეორე ფორმატიც მცირე ჭრის შემდეგ და რა თქმა უნდა ისიც საინტერესო იქნება აქ აუცილებლად შევეხებით სულიერების და გნებავთ აი მატერიის ასე ვთქვათ კავშირს და თანაფარდობას გნებავთ და აი ურთიერთმიმართების საკითხსაც რომ არ მოგეჩვენოთ თქვენ რომ თქვენ არა ან ვინმეს რომ ზოგადად ჩვენ რაღაც სულიერ საკითხებზე წმინდა მამების გარდამოცემას რაღაცას გიყვებით აი ამ ყველაფერს გამოვიყენებთ ხოლმე რა თქმა უნდა და არ იყოს ბმაში თუნდაც აი მიწიერთან ეს ყოველივე მე მსურს ეხლა ძალიან მცირე დრო დაგვრჩა და კითხვას მინდა გითხრათ რომ კითხვაც დაისმება მეორე ეთერში რა კითხვაზე თქვენი აზრი და საერთოდ თქვენი აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენთვის ასე რომ არ დაგემშვიდობებით და გეტყვით მხოლოდ დროებით